ოპა და მოვედით დომინოში. ჩვენ უსაყვარლეს ადგილზე, სადაც გამოვზიდავთ სახლი მაინც არ არის ჩვენი სახლი მანქანა, იქით აყენია, მაგრამ გამოვზიდავთ ვიბროიზოლაცია, თბოიზოლაცია, შუშის სამაგრი პრუცის გერმეტიკი და ქვაბამბა. ეგ უნდა ვიშოვოთ ახლა, უნდა ვიშოვოთ, უნდა წამოვიღოთ. და მანამდე იქ შიგნით აგარჩიოთ მე რა როგორ რანაირად არის რა. ერთ-ერთი წამი კიდევ იქნება ესე დავით რომ დომინო კარგად ჩანდეს ხო ხდები დიდი ხანი რა. და კომენტარებში წავიდე უკვე ასეებს და წავედით. Let's go. ესე იგი, როგორც კი დადგა ჟამი თბოიზოლაციისა და სადღაც წავსულიყავით თუ არა დომინოში. იმიტომ რომ აქ ყველაზე კარგი თბოიზოლაცია აქვს, თვითონ ხალხიც თბილია და შეიძლება თბოიზოლაცია აღარ დაგჭირდეთ. კონსულტანტებს რო ესაუბრებით, იმ ხელს თვითონ მოდის რომ მორჩა. თბოიზოლაცია აღარ გწირდეთ. მიიღვა კონსულტანტს დააყენეთ მორჩა. თვითონ. თბოიზოლაციაში გვაქვს ორი ვარიანტი. ერთი მერქანული, ეს მე მოვიგონე, რომელიც ამ ზევით ვქებით, ხოლგა გადაკრული და თან ვიბროიზოლაციას აკეთებს. ესენი დასმისაწებებლები და ჩვენ არ გვინდა არც ერთი. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ნატურალური ბამბა. აი სეკლოვატას რო ეძახით და რა ვერ ინძრევით ხოლმე, ეგ შეიცვალა ნატურალური ბამბით დავიცმედი. აი ეს ცებია. ეს არის ნატურალური ბამბა, რომელზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და არაფერი არ მოგვიყვება. ამას მოშტას ავატრობთ და მე ზევიდან ხელს მივაფარებთ. იმიტომ რომ თბოიზოლაცია ყველაზე კარგი ამას რა. და თან ხმასაც დაგვიდავს ახლა ამ დაედება. სამომავლო უკვე დავშურება იატაკზე რაც ვიყიდეთ დაახლოებით დასაფენი სამომავლო იატაკზე დავშურება დასაფენი რაც არის აი ეს დაახლოებით რაღაცა ამას წებოს გადაასხავ ამას დააკრებდა და თბოიზოლაციას აქვს და ვიბროიზოლაციას წინაშე რაღაც ხმას აჩერებს რა რაკაც ხეუნა დაეგოს მე ძალიან დიდი რაოდენობით და უკვე იმას იზავს ყველაფერს მოგვიდავს რა თავის ხმაში საკაიფოდ გააკეთებს სანამ თბოიზოლაცია გაკეთდება და შემდეგი ეტაპისთვის ვაკეთებ რომ აი ეს თხემი ფანე რა 24 ვარიანი რაც არის თრიად გვერდებზე ავაკრათ სისუფთა ვერ იყოს რა იმიტომ რომ თავის რაღაცები კი აქვს პასუხი მაგრამ მე ერთ-ერთი შანსი გასყიდაში ერთიანობაში უკვე ამას გავაკეთებ მაქსიმალზე შეგნით ჩავაკეთებ იმ თბოიზოლაციას და იდეალურად სუფთაც დაპირიქება რადგან მე შეგიძლია რომ შურupით ნებისმიერ რამე მიამაგრო რა შურupი ჩერეს კორპუსში ოღონდ გარეთ არ უნდა გახდეს საყრდენ მტკინებში რომ მოძრაობის დროს დაიჭიროს. ან რეზინებზე სვავთ ნებისმიერ რამეს მარშრუტკაში, სახლ-მანქანაში, ან ყარათ ამაგრებთ, რომ კორპუსთან ერთად იყანყოს, იმიტომ რომ მოძრაობა ის დანარჩენ შემთხვევაში რა. ეს არის სელსილის გარე გამოყენების შავი გერმეტიკი, რომელიც გავტესტეთ მანამდე ბევრი სხვა რაღაცა და ყველაზე იდეალურად იმუშავა რა, წყალთან მედეგობაში და მზესთან და გარე პირობებში. ამით დავამაგრეთ კონდიციონერი და შუშებიც ამით ჩავსვით, იმიტომ რომ შავი გერმეტიკი და გიჟვით წონას მაღალი უწევია და გამძლეობა სწრაფად გაცხელებას ბევრად დიდი ხანი უძლებს რა. მე მეგონა რომ სპეციალური მანქანიზმის რაღაცა შეიძლება ვიდეო. იდეაში არის სამშენებლო მაღაზიებში უფრო მეტად გათვლილი გერმეტიკები, რომლებიც გარე გამოყენებით უფრო მეტად იმაშოვა. ეს არის ეს გამოვიყენე ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ ცადოთ. როდესაც მე ახალ მოგვეცნო და მე აღარ იქნება. ასევე მინდა შეგახსენოთ დომინოში არსებობს ხელოსნის ბანკი. წინაზე რაც თქვი, წინაზე იმაგინეთ რომ ახლა მაგის უძამთ კურსავთ. კონკრეტ მაქსიმუმ შეგიძლიათ 7% კეშბექი დაიბრუნოთ. რა მაგალითად 1000 ლარს თუ დახარჯავთ 70 ლარს უკან მიდიხართ. ანუ სადმე რომ მიდიხართ არემონტოდ არის 100.000-ისა 7000 ჯიბეში კიდე. იმიტომ რომ დომინო აბრუნებს ამას ბარათს. ამ ბარათით თუ იგრით ვაგროვებთ ქულებს და შეგიძლიათ დობის მოვიდონში ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოთ ამ ბარათით. მიდიხართ იმპულს მაინც ხარჯავთ. დომინოს კეთილინებით უკან იბრუნებთ თანხას და ამ თანხას მე უკვე იყენებთ თქვენთვის სასარგებლო საკუთარი სახლის გარემონტებაში. ამიტომ შეგიძლიათ სხვის სახლები არემონტოთ, იმუშაოთ, შემდეგ საღამოთი თქვენი ნაგროვანი მოხერხეთ და მოკლედ წინაზე მეკითხავთ რომ ახლა როგორ უნდა გააცალო შკურტავა და მან ძალიან თავარია გარეთ სხვა სახებავი რომ გააცალო. ეს არის შაირის კომპრესორზე მომუშავე ზუმფარა. ამითი იდეა. ამითი ამაზე სპეციალური ჩვეულებრივი შეკითხვები არა, მანქანის საღებავი რო არ დაწვეს, მანქანის საღებავის მოსშორებელი ზუმფარები იყიდება. იმას დააკრობ და მე ხელით აკონტროლებ როგორც ხისას გაუკეთებ ეგრევე ის ივსება ფორები და აზრი არ აქვს რა. ეს რაღაცა კომპრესორის ძაში ბევრად კარგად მუშაობს. ხელისათი ელექტროდი ძალიან ადუღებს რა. ეს ძალიან სლაბად ამას სიძილეს დაუყენებ და ძალიან ისე მიყვები ტონკად და ნებისმიერ ადგილს ასუფთავებ. ლაკტაჟი ფენებად ასუფთავებ. ლაკს მოხსნი, საღებავს მოხსნი და ჩადიხარ უკვე რკინავთ რა. მაგაზე თქვენზე დამოკიდებული როგორი მესწრაფ. რა ზომის ზუმფარას უკვე. ეს იყო ამბობ, აქ შეგიძლიათ რომ ეგეც იყიდოთ და
ეგ არის, ხა წავედით. ხა წავედით დავბრუნდეთ წელკაში, ხო, სადმე დავბრუნდებით, ხო, გავაგზავნოთ საქმე დათო. სალამი ძმდებო, მოგესალმებით. როგორც იქნა განვაახლეთ სახლი მანქანის პროექტი. როგორც ეს მანქანა $1000 გვაქვს ნაყიდი და ვაი მაკიდვას, მაგრამ არაფერი, ყველაფერი შიგნიდან სვეჟი გამოდგა, მატორი ავაწყეთ. კარლაინით ჩამოვიყვანეთ, ვისაც გინდათ რომ ესეთი მარშრუტი გყავდეთ $100 ადგილზე. ვიღაცები მეუბნებით ხოლმე $1000-ია ტრანსპორტი, ტრანსპორტირებიან და ისა. აფრო-ამერიკელი გამოვაყოლეს 2 საათი რა ეწყოთ აქ. მოკლედ, შუშები დავაყენეთ. ჩვენი დავაყენეთ და ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ სელსის გერმეტიკი ვიხმარეთ და ანუ ეგეთი რთულის არ არის, ზუსტად აქ, აი შიგნიდან. ამოჭრილი, სადაც უნდა ამოჭრა და ბრახ, მიადებ ეგრე. ამ ვიდეოს გაჩვენებთ ახლა როგორც დავაყენეთ. სალამი ძმდებო. მოკლედ ესე იგი მოვიდა დრო რომ ფანჯრები დავაყენოთ ორივე მხარეს. აი აქ დაყენდება იდეაში ზომა რაც უნდა მოვჭრათ არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ შიგნიდან იდეაში ამაზე გვაქვს განახებთ აი ეს კანტები, სადაც ეგ არის ზომა რა მთლიანი შუშისა. შუშა დიღომში მეორადები შევიძინეთ თითოში 100 ლარი მივეცით, იდეალური ფასი არის. რაც შეეხება ამას, რითიც ვამაგრებთ, ეს არის სელსილის შავი გერმეტიკი, რომელიც ბევრად კარგად უძლებს წვიმას, ტემპერატურის ცვლილებას და ასე შემდეგ. რაღაცებს ხმარობენ ხოლმე, მაგრამ ეს გამოყენებული მაქვს და ბევრად გამომდგარი არის რა სელსილი. ესენი ყრია შეგიძლიათ რა დაინესტოს. დაგჭირდება ლობზიკის რკინის საჭრელი თავები და თვითონ ლობზიკი რა. ანუ შუშა. რაც შეეხება ამას ნელ-ნელა ამოვჭრით მთლიანობაში და უკვე მე ნელ-ნელა გაჩვენებთ. რა ოპა შევიდა გამოვიდა ეგ მაღაზიაც კი გაკეთდება პური გაიყიდება ეს ამოვჭერით გაიქლება და სადაც მოქლებელი არის იდეაში ამის კრასკას უსმევთ რა რომ ჟანგი არ მოედოს აი ესე ფუნჯით გამოყვებით საერთოდ ცხიმის მომხსნელი სანამ გერმეტიკს აუსმევთ იქაც ვასხავთ ამ ცხიმის მომხსნელს კარგი წებოვნება ქონდეს და მტვერმა არ შეუშაოს ხელი რა სადაც გერმეტიკი ხდება ცხიმი ზოგადად უშლის მიწებებას ხელს ესე აი ჭუჭყი გასვრა so ეხა გავამზადეთ სელსილს ჰა ესე იგი დაგჭირდება პისტოლეტი ესეთი ეხა ტოლსენისა გვაქვს და ეს არის ის მოტიეგიბე ახლა გაწავა უნდა შეძდეს დიაში იარი ხო მარტივად მიადებთ იმიტომ რომ სამაგრი წერტილები აქვს დაბლა და ფიზიკურად არსად არ წავა რა დიაში ერთ საათის ბაზარი იყო უცებს დაენება რა ეს გაშრება მე ზედმეტებს მოვაჭრით ცოტა გერმეტიკი აი ეს ზედმეტად გაგვექცა ესეც ჩუშის დაენება ეხლა გადავედით შემდეგზე ეს იყო იდეაში შუშის დაენების ვიდეო ეხლა ვაპირებთ რომ შუმაიზოლაცია და დიდი კონდიციონერი რაც ვიყიდეთ ბოდიში რა საგიჟეთი აქ მანქანა დაშლილია. ხო და კომენტარებში დამიწერეთ ეს გადავიღო თუ არა. რა ვიღაც კარლაინმა გადაგიღო შეჩემაო ყველა საინტერესებს და მე მგონი არავის არ აინტერესებს. იდეაში მატორი ამოვიღეთ, რამა სულად გავასუფთავეთ და ბეშუმში ჩავსვით და სხვა დეტალები შევღებეთ რა. იმიტომ რომ შინაგანად გძნობა მაქვს რომ კარგად როცა უნდა იყოს რაღაცა შლი ხომე და თავიდან ბოლომდე თან ზეპიად ვსწავლობ მანქანას. რა მანქანაც მინდა რომ დავიტოვო რა იცით ეს რომ მაჩუკა კარლაინმა Ford F150 5-დან 2 პრასტო იძრავით და ეს უნდა გადავაწყო რაფტორზე და რაღაცეები უნდა ისაუქნა. მატორი კაი მდგომარეობაშია, დანარჩენი იდეაში კაბელები იყო დაგლეჯილი და კაბელებს გამოვცვლი ვიყიდა. ეხლა ამას რაც შეეხება, ეს არის კონდიციონერი. ის დაენებაც
$300 რაც ჩინელებმა მოვყიდეს და რაც გიჟივით მუშაობს. ეხლა ეს უნდა ამოვჭრათ. სამაგრი წერტილებად. ეს გამოვიყენოთ ხო რამაზა. იდეაში სამაგრი წერტილები. ეს არის ისა და. ეხლა დავიწყებთ. ჯერ ამოვჭრით. მარტივი არის. ამას ჰქონდა ვენტილაციის ამოჭრელი. და ეგ უწევს რა. აი ესე. მეტრიანი ვინო ახლა ჩვენე და ფლომასტერი. ფლომასტერი თული საშუალებია. ფლომასტერი ვიშოვე. ფლომასტერი ვიშოვე. მეტრიანი არის. ეს არის თოლსენის სახურეტები, რომელიც короче მეორეც არის, ეს იმენა გიჟობა არის რა, ეს არის იმენა სვერხო. წერა თუ მოგვივიდა რამაზა ხმა ექნება. მეიცა, აქ არის იგიო 12. ხო. აქაც короче ამას არ უნდა გადავსდეთ, ხო? ხო, დენახე, აქა 14. აქით უნდა წამევიდეს ჯობი. 12 ვიცით აქ არის. ხო, მაგრამ იქ ზევიდან რას გაიგებ ეს სად არის? აქიდან გადავზომა მიქით ახლა. და ვარიც და ეს არ ვარ ეს ვარ გევეფუჭები. ესა, კაი. ხო, ამას აქ იგევიგებთ. ხო. იქით აქით. ახლა ჩვენ დანარჩენი აქ ვარ. მეიცა. ეს გამომართი? მოდი ახლა აქ არის, ნახე რა ფოშები ჩვენ მე რა ვიწვევთ. ეს ხო უნდა გავაშვალოთ ყველა ვარიანტი. ეს აქეც უნდა ჰქონდეს. აი ამას ვამბობ ახლა. ემას. ეს. ხო. აი ეს. კიდე რამე კარდონი დავადოთ, ის კარდონი ამოჭრათ და აქედან ამოჭრათ. აქა არა, ასე უწევს ზუსტად. ჩვენ გვინა ბოლტები რო ასე ხო გაიესი ახლა. ხო. დაჟე ცოტა მეტი იყოს თუ აზრი არა. და შეერჯია. ამასა. ხო, ეგენი არ უნდა ხრიდო. ოფნისა. აი მაშინ აკარი რო იყო. ეგ ხო იცთა, განე. ავიღო ესე. ეგ წერტილები იქნა? ხო. განერთა. წერტილიდან გადმოწყვეტ. იმასე ვიღებს ახლა კიდე. რასა? ამას გადავზომო და მიწემოწევის უნარიც გოუგეთე. არა მეტრიანი მივქარ. ეს შევხურიტო. დეიცადე ჯერე. აი ახლა ევიღე, გადავამოწვეთ რა. და დახვი. კაროჩე ხო გადიდდება. მოდი ერთი ვქნათ ახლა. ესი და ესი. ხო. გადავზომო მე იმას გადა. თავი დაუყავი. ამის. ესე მეშვეონია არ გამოშრეს. ახლა. ეს არის რა გავაკეთე? და ყალეო ისა. რა ქვია იმას? ფუ რა ლობზიკით იჭრებაო. რა ლობზიკით არ გაყმია და დედისპე. არაფერიც არ იწובה რა. უძლებს შორს. ამას შეიძლება გავიწყეთ გამოსმა იმისი. კრასკის საღებავისა, რომ ჟანგო არ დაიწყოს.
პირაში ვაწყალ, მაგრამ მაინც კონდენსატმა შეიძლება ჟანგვა დაიწყოს. ამიტომ აი ამებში ესე კასკად. შენ ხომ არ გასწრაფ. რო კრასკის მეტი რამა. აი მითი მოვაცალოთ ხო ბუძგები. მაინც ჩამივალე. არ გიკეთია სათვალად. ეს არის კონდიციონერი. აი მძიმეა. აუნე. ვახჩი. ეხა მიეხმარე. მე რა არ გაკეთე. მოიცა. მოიცა. რასაკეთებ ჩემი? არა კარგი გავაძრო. მე რეავაძროთ ეგდე და ის მერე აპარაფე. არ დაგივარდეს, ეგრევე ჩაადე. ასე? ხო. ისი წინ უნდა კონდე? ეს უკანა. ის ტრაკი უკანა. რავი. წესით ხო ეგეთ ფორმა აქვს. ხო ეგრე არის, რავი, მაგით. მაშინ მქრა აი ეს. ვიღებ. ასე? ტრაკი უკანა. ასე? ხო. დადე და მიახოხე ეგ დედა მოიცა იქიდან ეგა დადეთ ხო და იქიდან უფრო მოგეხმარები. არა, დემორჩილო. ხო, ახლა იქ ჩამოვწევ ნელა და ეს არ გადაგიყირავდე. არა, გადააყირავს ახლა ეხლა ისა. მოიცა დაუშვინე ნელა. მოიცა. დადე და აქედან ჩამოვაყოფინე. გაიგე? გადავკატოთ. მოიცა. აი ხა, მანდ ეთაფხარი აუწიე ეს ბოლტი მოდის თუ არა ეს მაინტერესებს. ჩაიდება რა. მათ ხო კაი არის. ხო და მაგას ვსახი, ეხა შეიძლება ჩაძესმეს, პროსტა იქიდან აუწიე ბოლოდან. წერაო თხوارი ხა და არა. ჩაიდება. აიცა შენს აი ეგ უნდა ჩათხელება ამას. ხო, აქით, აი ამას. Go. ესე. ეხა უნდა დავსვათ. არ ჩერიდა, ესე იგი აქით უნდა. უკრიდან უნდა ავწიოთ რამას. არა, უკრიდან ავწევ, მაგრამ ისი არის, აი რომ ხო და არც აქეთ არ არის ჩასული და მაგას ვიზახი, ცოტა რო ავწე უკრიდან მე უკვე. აი, ერთი. ასე ხო გასწორდა. აი ცა ცოტა აქეთ უნდა. ერთი. ორი ჩაჯდა. აი ეს ორი არის ტრაქში, ხო. უკანა ორი ჩაჯდა. ეს რომ მოაწე შერო ჩამო. ორი წინა არ ჩაჯდა, ხო? ხო და აი ხა ეგა ცოტა რომ აი ეს აი მოკაყუნება უნდა ჩაჯდება მოუ. მაგა? ხო აი თითქოს მიდიდე. ასე? აი უკნიდან წინ უნდა მიწევა. აი მაგას ხო ხედავ? აი ამას ხო ხედავ აქეთას? აი ამას უნდა გაფათოება, რომელიც ჩასული არის უკანა. აი ესა. არა, მაგა კი არა. აი ხა რომ დააწვე შეიძლება ჩამოვიდეს. ხო, არა, ჩამოვა, მაგრამ იქა დააწექი აბა. დანარჩენი ორი ზის. აი ეკეთას უნდა ერთი წკაპი. ვსო, ეს ჩამოვიდა. სამი. აიგა. ეს ხო. აი ხა აი ეს აი მით დასხე წინა მხარ. ხო, მე ამის აცლამინა ეს დედა რისი? ჰერმეტიკას როიზა. რა გერმეტიკა? წინა მხარე უშლის, უკანა კაია. მე გარედან ვერ წაუსვებ გერმეტიკსა. ნავაცო, როგორ არ წაუსვათ, მაგრამ ი პარკი რო რჩება. დააწექი აბა. დანარჩენს მოჭიმავს. არა ესენი ჩამოსული არის იმენა. გელი.
Просто ბოლომდე უნდა ჩამოვიდეს. აჰა. იმითიო დაუბრახუნებ ისეც კი ჩამოვა, მაგრამ. Короче, უკრინდან ვაჭრილი იყო გახსოვს, ისედება რა. ცოტა ძლიერად რო დასხო. აი. რამაც ცოტა, ვერ გააწვევი იქითა. უკრინდან წირო მიაწვე, შეიძლება ჩამოვიდეს. ეხა ედება იქა ყ***ლათა რა. თვითონ იმ ბოლტის მოჭრილსა. ფუფხები ხო დარჩა და რეზბაში ედება რა. ედება, მიდო რომ ახლა იქა ხო ეღარ ჭიმა. მიდო გეუბნები რომ გავაფართოვო ჯობია. აჰა, გავაფართოვოთ. ამურამელი გეკეთა. ეხლა რა გამოიგებს ამასა, რამას? აი გუგა პრობლემა არის. აი ეს ჩაკუჩი მოვიტანო. აიმე. ოპა. ჩაჯდა რა. და დანარჩენს ის ჩამოჭიმავს. წესით. ეს ერთი ჩაჯდა. აი ეგეთ არა ყოფილეს. აი მარცხენა მხარეზე შენსკენ. აი შენსკენ ხმა ის საიდანაც ადგას მისადგმელი. ერთი ხომ არა, წინა ვერა. აი თითქოს წავიდა, მოიცადე. ჰა? არ ეყოფა? ვაფშე ყველა ვქენი. იმენა ჩამოჭიმული აქვს წესით. Всё. ეს რა კონცერტს დაენება. ფუ. Защитники. რა защитники? ეს ხო დაჭირავს, გაამაგრებს იმას რო გაშრება, მე მოხსნა. მე დავყენებ თან ეს защитники იდეაში ჯერ ხე უნდა გაკეთდეს აქ. ხო. და მე რეკეთდება რა. რომ ამის ხის ზევიდან მიეფაროს ეგრევე რომ. და მე ამ ბოლტების მანძილი გეყოფა? როგორ ბოლტების მანძილი? არა კაცო ესე დავტოვებ ხესა რა. ესენი იმ ხეში ჩაჯდება და ეს защитники დამალავს. ერთსაც გადაურბენ. ჰა. როგორა? შენი მხარე ცოცოდა გოდო. აკეთა? საკმარისი ჩამოუწია რა. ესე იგი, კაბელები ეხა მანქანას დავქუქავ. მაინც აკუმულატორი ვერ დაჯდეს. ფილმებში რო ახობე დავით. დენი დამადე. რა იყო მაგის დედაში? Tramete. სამეტი ვოლტი, 4 ვოლტასაც გიჩვენებს? გაფრინდა მაგის დედაში. უფ. ეს არის იმის ტემპერატურა, ეხა არის 26 ნელ-ნელა ჩამოყავს. ღია ყველა. დახულში აქედან დავკეტოთ ეს ამაზა. დროებითა. ეს ავტოზე არის, 10-ზე არ გადამივთვი, ეხა ნახე.
ავტო აუთი ზამთარი. აი ხლა აი 10 გრადუსი. 10 ძალიან ცოტა. აუ რა კარგ გამუშავებს მაგის დედა. ელე. კონც აი გიყო ბიჭო, სო რა. ის კონცოლი არ გამიკეთებია, რა შემ და ეს არა მაგ, რა. კულტი. ყველაფერი გვაქვს, просто ელემენტი არა, ხანა ჩავსოს. ეგარ. ერთი საქმე მორჩა. ეხლა შუმა იზოლაცია. ეხლა შუმა იზოლაცია. მე მოვუწევთ პაპიროსსა და ჰა? შეიძლება დრო უნდა რომ გამოირთო? აი რომ მონ. ის კარგის. ჰაერის ფილტრები უყენია, სუფთა ჰაერის შემოტანა აქვს, ცალკე შეგიძლია ფილტრებში გაივლის ჰაერი და სუფთა ჰაერს შემოიტანს. საფულშიო დაიძნებ, რომ არ შეგეშინდეს, რომ ღამე არ გაცივდი ან ცხელმა ჰაერმა არ გაგუდოს. სუფთა ჰაერს დავა და გარეთ რა ჰაერიც არის, იმას ფილტრავს და ისე შემოაქვს. ცხელი ჰაერი აქვს, პლუს 32 გრადუსს უბერავს, მინუს 5 გრადუსი აქვს. კაროჩე, მივეცეთ 300 დოლარი, ალიბაბაზე ვიყიდე და არ მეჯერა, რომ ჩინელები კარგად იმუშავდნენ და ზიმალეტაო არ არსებობს ესეთი მანქანისაო, მარტო სწივი აქვს და დავითიჩო რა ვქნათ 100 დოლარს გადაიხდიო ზეიდანაო, რომ პლუს დავამატოთ, ხო, მეთქი დავაი ვიხდი. 100 დოლარი დავამატებინეს და შიგნით ჩაუგუშენეს ლეტა. ზიმა ხო იყო და ლეტა ჩაუგუშენეს შიგნიდან. და თბილსაც უბერავს რა. დანარჩენი გამძლობით განახებთ იდეაში. აი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. დენი მაინც გამოაძროთ, ჩემი გაყვანილი არის. სო, ეხა ზვუკავიზოლაციო. სად გამოვარდება. ეგი ახ სანამ ჩავალდი და გამომაზოს. გაბურტყნულები იქნებით სულ. აი, გაბურტყნულები არ იქნებ. შედეგი არის. კაროჩე, ეს არის ჩინური ისა რა, ვიბროიზოლაცია, რომელსაც თეში გავაკლებთ და მე ქვაბამბავს დავუშვებთ. ეს არის მარტივად დოლარი მივეცი თუ რაღაცა. მიადებ კატოკი უნდა დავდავ, აი კატოკი. ხო და როგორ ვქნათ რამაზა, შენ ამას მიყვები და მე ქვაბამბავ ჭრა? ხო, აბარა გავაკეთე. არაფერია. ნახე რომ აი მე შებაკა. კინა გავაკრათ ესი ახლა სანამ ისე. ჯერა და მე ქვაბამბავს გაყვეს? ხო, ეგეც არის. მარტო ჩინელებს კი არ აქვთ კონვეიერი. რანაირი ქაღალდი აკვია. აიყოლა ყველაფერი. ხო და გავიდა პოზაში. დომინოში ნაყიდი ქვაბამბა, ესენი გამოვწერეთ. აი ქვაბამბებს შეტენით იდეაში. რა ხმას არბილებს, ვიბროიზოლაცია, თბოიზოლაცია, ყველაფერი გაქვს. როგორც სახში აკეთებთ ოთახს, კარგად რო გააკეთებთ, ისე უნდა ამასაც რა. ამას ორჯერ მეტად უნდა, იმიტომ რომ ცარიელი ჟესტი გაქვს რა და იმ ჟესტზე მოსერული ჟესტი აკეთებთ. დანარჩენი გამოვა რა.
რაი? თოგი თო გაქუს ნამერა ესე ჩემთვის ქაღალდი არ აძვრება ამას, იმიტომ რომ ძალიან სიცხეში მოვინდომეთ რა, ცოტა სიცივე გაასწორებ და იმიტომ რომ ხანაკიდან ამოდის, ხანაკიდან ამოდის. მარტო ჩემსაც რატო ემართება ამის დედაში. მე ნერვში გადადის. Era virga, რასა? მა მე ქვაბამბის სპეციალისტი ვარ, მაგებზე არ ვიყავი. ნელა შეჩემა არ მოკვდებ. ახე არა თვალის ზომა როგორი მაქვს დავითა რომ ერთი არ გამმაზვია. მუწაობს. ეშო. იდეაში ალბათ 500 ლარი დაჯდა რა ეს ქვაბამბა თავის იმებით ალბათ 500 ლარი დაჯდა. მე პროსტა ეს თვითმფრინავით ჩამოვიტანე ეს თქვა დარკინა. თორემ მატარებელზე ჩამოიტანოთ 500 ლარზე მეტი არ დაჯდება რა. მაგრამ ისე აშკარად შველის. ეხლა რომ გავივლით კიდე ის არის რა. თუჟი რამაზე აძრობს უკანაზე ხა. ო. ედა იმენა მაგარი. აი ხუნა მოუჭრა ეხლა. თვალის ზომა არის ქვაბამბას ისიჭრიან, მაგრამ რეზაკით აილა შეგრძნების დონეზე გაქვს რომ ეგრე უნდა ქნას თორე. რამაც შუებზე აღარ დააკრა, აღარ ეყოს. რა მნიშვნელობაქსი და შემოვა. ეგ ვაქვს რაღაცა წიგონი. არა ეს ხმის არ არის. ვიბრაციისა. ვიბრაცია აქედან აქვს. ხმის ტესტი ესე იგი, ეს არის შუმაიზოლაციის გარეშე, ეკო. იმე, ტაშტი. აბა. წესით შეიცვალა რა, ხმაზე სიტყობა რომ ხმა ბევრად დაგუდული გახდა, თბოიზოლაცია გაკეთდა, ყველაფერი იმენა ეს ხელით კეთ არ უნდა არანაირი ძვირიანი დანადგარი, ჩვენი სპონსორია როგორც იცით, Holst-G. ამ ეტაპზე არ გამოგვიყენებია დანადგარები. მარტო თოლსენის ხრახან დამჭერები და რაღაცები გამოვიყენე, შურპაორტი გამოვიყენე, თხის საჭრელით გავხრუტეთ რკინა, პრობლემა არ არის, ანუ რაღაცები დაგვრჩა იქ რა სახში. მოკლედ ეს არის რა. ან არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე, ან ერთიან თუ მივყვებით დედას მარტივი არის მართლა, მე რო დრო მქონიც ამას დედას ერთ თვეში დავამთავრებდი, მაგრამ ეს საქმე რაღაცა და ნელა ჯობია. კონდიციონერი დავაყენეთ, თბოიზოლაცია გაკეთებული. ამაზე ხა თავისი პლასტმასებია, კამერებს დავამაგრებთ, შემდეგში უკვე გაჩვენეთ ამას, რომ აქ ქვაბამბა წავა და თავის პლასმასები დამაგრდება, მერე ხე წავა, აქ იასნია, აფშუკი, გიორგა აფშუკავა და აქ წავა ეგრევე ლამპა ფიცარიზებითა, მთლიანად და ნუ კაბელები, ეკოფლოუს კაბელების დაკაბელებას მერე უკვე გაჩვენებთ, რა თავარია კონდიციონერი მუშაობს. ვისაც სურვილი გაქვს იდეაში და გონიათ რომ ძვირი ჯდება, ძვირი არ ჯდება, რაღაცები ხა მე FOS ვაყენებ და შეგიძლიათ რომ იაფათაც გაკეხა. ეს იზოლაცია ძვირი არ ჯდება, 500 ლარს მთლიანად უკეთებთ რა. არაფერი ის არ არის. დაბლა შემდეგ ეტაპზე გაჩვენებთ რომ აქ წებო ესხმება და
რეზინი ეკრობა და რეზინის ზევიდან თვითონ მოჭრილაც არის ის ეგება რომ კარგად იყოს და დაბლდანაც ვიბროიზოლაციაც შევინარჩუნოთ და რა ხარუხი არ შემოგვდიოდეს და სიცივე არ იყოს დაბლდან დანარჩენი ხო რა იდეაში ყველაფერი ის არის წყლის პომპა და იმებს უკვე მერე გაჩვენებთ რა ეს იყო სახლი მანქანის მესამე ეპიზოდი თითქმის 30%-ზე ვართ ასული რა აი ხა დანარჩენი 70% უკვე კომენტარებში დაგვიწერეთ შემდეგი ვიდეო რაზე გადავიღოთ რა იმიტომ თქვენ რო გვიწერთ ხოლმე მაგის მერე ხოდი არის რომ მე ვფიქრობ რომ რა აინტერესებს ხალხს კომენტარებში დაწერეთ ვიდეოში ბოლომდე ვინც გვისმენს ხოლმე იმათთვის არის ეს რომ დაწერეთ კომენტარებში შემდეგი რა გასწავლთ თუმცა იმას ბეტონის დასხმა ხო გასწავლთ მეორეს ნუ გამიწევთ აი ხამა აი ბეტონი უკვე რა ოღონდ ბეტონზე არ მიმიშვა სხვა რაც კიდე კი ნახე ჩემი არის всё ნახვი вообще სხვა რაღაც მე მინდა არბალეტსაც ყვა ძველი ისე კატაპულტები რო იყო ხავე რა ჩვენ ძველი мама პაპანი ჩვენები არ იბრძოდნენ მაგრამ რაღაცა ისინი ხონდათ ხოლმე რა ეგეთი დაწერეთ ძალიან მინდა თქვენ დამიწევთ რომ ახალ კატაპულტი აწყო მე რა დიდ კატაპულტს ავიღებ და 500 კილოდან ხოს გავისვრი ხო და რო არ მიწერთ ვერ ვაწყო გაიგე მე მეწყვის ხო არ ხარ რა აწყესავ და დაწერეთ რომ კატაპულტი აწყე ახლა არბალეტი დიდი სპილოს რო ყავს ან რაღაცა რა ამასაც შემდეგში უკვე всё იმას ვიზავთ წავედი გამოიწერეთ არხი მადლობა ყურადღებისთვის მიყვართ